როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია ხელოვნებაცოდნე ქალბატონი ხათუნა ხაბულიანი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, პირველ რიგში მოგესალმებით. მოგესალმებით, გმადლობთ. თქვენ ნახეთ ჩვენი სიუჟეტი, აქ იყო საუბარი იმაზე, ვიცით რომ ქართული, ასე ვთქვათ, სამგანზომილებიანი გვარი ქანდაკებას არ აქვს, ასე ვთქვათ, დიდი ისტორია, სადღაც მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20-ის დასაწყისში დაიწყო. მე მაინტერესებს დასავლურ ტრადიციასთან თუ ქონია ოდესმე შეხება, ანუ დასავლური გამოცდილება ამ განვითარების გზაზე რა როლით აისახა? ანუ დეფიციტი, თქვათ, იმასთან კონტაქტის, როგორ აისახა დღევანდელ ფორმებში, ქანდაკების ფორმებში. აი, თანამედროვე ხელოვნება როგორც გამოიყურება, რასაც კონტემპორარი არც უწოდებენ, ცოტა რთულად სათარგმნი ტერმინია, უბრალოდ სხვა შინაარსებს მოიცავს, რაც პირდაპირ თარგმანში იკარგება, ამიტომ მომიხდა მის ინგლისურად თქვა. ეს რა თქმა უნდა ეს არის დასავლურ ტრადიციაზე აღმოცენებული და განვითარებული დისციპლინა. ძალიან რთულია, ძალიან მრავალფეროვანი დღევანდელი ქანდაკება რა შინაარსებსაც მოიცავს და რა მნიშვნელობასაც მოიცავს, ეს არ არის სწორხაზოვანი და ეს არ ნიშნავს მხოლოდ სკულპტურულ ფორმას, რომელიც შეიძლება რაღაცა იდეას გამოხატავდეს, რაღაცა იდეოლოგიის სიმბოლო იყოს და იდგას კვარცხლბეკზე, იყოს დისტანციაზე. თანამედროვე სკულპტურულ ფორმებს ჩვენ ხვდებით ძალიან ისეთი მრავალფეროვან გარემოში, ჩართულ ყოველდღიურ ცხოვრებაში და აი ზუსტად ამითი განსხვავდება თუნდაც თქვათ საბჭოთა პერიოდის ქანდაკებებისგან. მაგალითი ყველაზე თვალათელი მაგალითი თქვათ შეგვიძლია თქვათ ველოსიპედი ვახსენოთ. ველოსიპედი რა თქმა უნდა ეს არის კონცეპტუალური ნამუშევარი, რომელსაც თავისი კონტექსტი აქვს, თავისი მნიშვნელობები აქვს და ჩვენთან უბრალოდ პრობლემა არის კიდევ თუ ახალი ფორმა შემოგვაქვს, მაშინ ამას თავისი სტრატეგია ჭირდება ამ ახალი ფორმის შემოტანას. მიწოდება საზოგადოებისთვის. მიწოდებაც რასაკვირველია, ჭირდება რაღაცა ინფორმაციის გავრცელება, თუნდაც წარდგენა, პრეზენტაცია უნდა მოხდეს სწორად და როცა ეს არ ხდება, საზოგადოებასაც უჩნდება რაღაცა პროტესტი, რომელიც არ არის მზად ასეთი ტიპის ფორმებისთვის და პლუს კიდევ კარგათაც, სწორადაც არ მიეწოდებათ. ამიტომ გამოიწვია ესეთი აგრესია. ესეთი რეაქციები. კონტექსტიც იყო იქ თუ გახსოვთ დავით აღმაშენებელი და იმის სხვაგან გადატანამ და ამის დადგმამ თქვა ღირებულებების კონფლიქტი სხვადასხვა რამე ის სრულიად სხვა ტიპის ხელოვნება და სხვა რამეს წარმოადგენს და ეს არანაირად თუ არ უნდა ყოფილიყო ესე გაგებულიო თითქოს ერთი ჩანდაცულ და მეორედ. თუმცა რახან არ ვიცი ვარდების მოედანზე დავიწყეთ ლაპარაკი, შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს სივრცე სხვადასხვა მთავრობების, სხვადასხვა მმართველების დროს გამოიყენებოდა როგორც საკუთარი პოლიტიკური ხედვის ხაზგასმისთვის გამოყენებული სივრცე, რადგანაც ცენტრალური ქუჩების კვეთა ხდება ამ მოედანზე. აი თუნდაც ეს ველოსიპედი, როდესაც ახლა ჩვენმა ახალმა მერმა აღარ მოიწონა და იყო ლაპარაკი იმაზე, რომ და გადაეტანათ ეს ამ სივრციდან. აი რას ფიქრობთ, ვინ უნდა წყვეტდეს საერთოდ, უნდა იყოს საზოგადოება უფრო მეტად ჩართული იმაში, სად რა უნდა განთავსდეს, უნდა იყოს ესეთი დროებითი თუ აი ეს მაინტერესებს. აი ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაც ჩვენთან ხდება საჯარო სივრცის მიმართ და საჯარო სივრცეში განხორციელებული პროექტებს, რაც ეხება ეს არქიტექტურასაც ეხება, ისევე როგორც ქანდაკებასაც. თუ ეს არის არსებობს ისეთი ტიპის ქანდაკებები, რომელიც ესეთი პრივატული სივრცისთვის არის უფრო მიზანშეწონილი. ეს თქვათ იგივე შეიძლება ეს იყოს არქიტექტურის გაფორმებაც, ერთგვარი დიზაინის როლსაც ასრულებდეს, მაგრამ ჩვენ როდესაც ესეთი ქანდაკებას გულისხმობს თავისი სრული მნიშვნელობით, რომელიც საჯარო სივრცეში უნდა იყოს და ერთგვარად აკეთებდეს ამ რაღაცა სივრცის ორგანიზებას, ხასიათს განუსაზღვრავდეს ამ სივრცეს. ამ მისი გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ესე ზევიდან და მთავრობის მხრიდან არ უნდა ხდებოდეს. ეს ხდებოდა საბჭოთა პერიოდში და ეს არის ახასიათო ტოტალიტარული რეჟიმებისთვის ზოგადად. როდესაც ხელოვნებას იყენებენ, რა თქმა უნდა, პროპაგანდისთვის, თუმცა ყოველთვის იარსებებს ალბათ რაღაცა პოლიტიკისა და იდეოლოგიის გამომხატველი მხატვრული ფორმებიც, ესე მხატვრული გზავნილების სახით, მაგრამ რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა, ვთქვათ, მთავრობამ
ოფიციოზი. ეს მაინც უნდა იყოს რაღაცა განხილვებისა და საჯარო დისკუსიების თემაც, რას საკვირველია. ხა ყველაფერზე რეფერენდუმს ვერ მოვაწყობთ, რას საკვირველია, მაგრამ ეს წინ უნდა უძღოდეს რაღაცა დისკუსია. ეს საზოგადოებაში უნდა მომწიფდეს რაღაცნაირად, აი რომელიღაც სივრცეში ჩვენ რაღაცა გვინდა, ვნახოთ თუ არ გვინდა. აი მე პროფესიონალი ამ სფეროში არა ვარ, მაგრამ ნებისმიერ ხელოვნების ნიმუში ამ შემთხვევაში ქანდაკება ჩემთვის უნდა ვთქვათ შინაარსობრივი დატვირთვა არის მთავარი, ანუ რა ასრს გადმოსცემს, შემდეგ ვთქვათ ფორმა როგორ არის გაკეთებული, შექმნილი და მესამე ვთქვათ ის ადგილი, სადაც დგას, შეესაბამება თუ არა. ხო, ეს სამი კომპონენტი ამ შემთხვევაში ქანდაკებისთვის. გვაქვს დღეს ვთქვათ თბილისში ან საქართველოში რაღაც ისეთი ქანდაკება, რომელიც ვთქვათ აი ამ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუ შეგიძლიათ. იცით, აი ქანდაკებებიც არსებობს უფრო ესეთი რომ არის ზოგიერთ ადგილზე აი აბსოლუტურად არაადეკვატურია, ზოგიერთ ის ადგილზე საერთოდ არ ჩანს და უშინაარსოა, ასე ვთქვათ, არ მუშაობს, აი ამ კუთხით. სხვათა შორის უფრო ესეთი საბჭოთა პერიოდში დადგმული ქანდაკებაზე შემეძლია ვთქვათ თბილისში, რომელიც აი ამ ხრივ ამართლებს ზუსტად ეს არის დავით გურამიშვილის ძეგლი მაშინ ბერძენიშვილის შესრულებით. ეხლა რა შევხედავ ღირსებას ამ ქანდაკების ის რომ აი ზუსტად მას აქვს ჯერ ხო არის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ქალაქის, რომელიც არის ძალიან მოძრავი, გადატვირთული, ხმაურიანი, ნუ ტიპიური ესეთი ემპირიული დინება მინდის ამ ქუჩაზე. და იქვე პატარა სეგმენტი იქმნება ისეთი, რომელიც რაღაც თავის ინტიმური გარემოს ქმნის, აი ეს ქანდაკება ახერხებს იმას, რომ ტრანსფორმაციას ახდენს სივრცის. ნუ ეხლა იქ რაღაცა განახლება მიდის და იმედია არ დაიკარგება ამ ნამუშევრის აი ეს ღირებულება ზუსტად. ნუ ქანდაკებამ ალბათ ეს უნდა გააკეთოს ქალაქში, რომელიც აი ესეთი თანამედროვე რიტმით ცხოვრობს და ძალიან გადატვირთულია და ნუ ტემპი აქვს თქვათ ესეთი ჩვენი ყოველდღიური ტემპი როგორიც არის. ამ შემთხვევაში ხა იდეოლოგიური და ისეთი ქანდაკებები ცხენოსანი და რომელიც ზევიდან გვიყურებს და რაღაცისკენ მიგვითითებს და გვასწავლის და ასე შემდეგ, ეს ძალიან დამღლელია და ძალიან არათანამედროვეა. უფრო ალბათ სურვილი, ნუ მე პირადად მექნებოდა რომ მენახა ესეთი ტიპის სივრცეები ქალაქში რაღაცა პატარა ერთგვარი მედიტაციური გარემოს რომელიც ქმნის აი ესეთი განწყობას ხო განწყობას და ის რომ თქვათ რაღაცნაირად წყვეტა მოხდეს ამ იმისი ამ დინამიკის აი ამ ტემპის და უფრო შეგვაჩეროს რაღაცაზე და გვაფიქროს ხო ნუ აი რაღაცა ესეთი ის რომ მოხდეს ასე ვთქვათ ფიქრის ასარგებლობა. რა თქმა უნდა, თუნდაც პაუზა, ესეთი რიტმიდან პაუზა. ქალბატონ ხატუნა, ჩვენ ნახეთ სიუჟეტი, რომელშიც ვიხილეთ თუ არ ვწდები ქალბატონი ირინა პოპიაშვილის ვიზუალური ხელოვნების დარგში ესეთი ფაკულტეტი არის თავისუფალ უნივერსიტეტში ამ სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები. რამდენად შეგვიძლია ამას დავარქვათ ქანდაკება, თუ ეს არის უფრო ინსტალაცია, რომელსაც ახლა ევროპაში ვხვდებით, ზუსტად ესეთ ინტიმურ გარემოში, ბევრ საინტერესო სივრცეს ამდიდრებს, გარდაქმნის ეს ინსტალაციები. მე პირადად მქონია შეხება თბილისის მერიასთან, სხვა სამსახურებთან და ვიცი რომ ძალიან რთული არის ასეთი ნამუშევრის განთავსება ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აბსოლუტურად შეესაბამებოდეს გარემოს, ყველაფერს ძალიან რთული არის ტექნიკურად, აი ამის გაკეთება, რომ რაღაცა სივრცე დამოუკიდებელმა მხატვარმა იქნება ეს ნებისმიერ სხვა სამსახურებთან შეთანხმებით თუ არა გარდაქმნას და რაღაცა მიანიჭოს ამისთვის არსებობს დროებითი პროექტები. არ არის აუცილებელი რომ თქვათ რაღაცა ხელოვნების ნიმუში ესეთი მარადიულად დავდგათ, ხო? ეს ძალიან კარგია, როცა არის ცვალებადი და იცვლება ხშირად და სხვადასხვა ის ავტორებს აქვთ ამისი საშუალება, რომ აჩვენონ თავიანთი ნამუშევრები. ხა რაც შეეხება ინსტალაციას, ინსტალაცია ეს არის, ნუ თანამედროვე ხელოვნებისთვის სახასიათო ერთ-ერთი ესეთი ფორმატი, რომელიც გამოიყენება აქტიურად და აი წეგან სივრცის თემა ვახსენე და ეს არის ზუსტად მიმართული სივრცის манипуლირებაზე, სივრცის დამუშავებაზე. აი ხელოვანი, რომელმაც კარგად იცის ინსტალაციის სტრუქტურა, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს სივრცის ბუნება, გრძნობდეს აი სივრცის
დიფერენციაციას, რომ მან შეიძლება სრულად ისეთ ნეიტრალურ და არაფრის თქმელ სივრცეში რაღაცა ერთი დეტალი შეიტანოს ისეთი, რომელმაც მთლიანად შეცვალოს და რაღაცა სხვა მოცემულობა მოგვცეს. ეს ძალიან ეფემერულ ხელოვნებად ითვლება, ეს არ არის ის, რომ მყარ მასალაში ჩამოსხმული მოცემულობა, ხო? ну ეს არის ერთგვარი გაქრობადი ფენომენი, რომელიც ასევე სახასიათო არის თანამედროვე ხელოვნების ძირითადი ტენდენციებისთვის, ეს გაქრობადობა არა მიმართული, არა ვთქვათ ესეთი მარადიულ და მყარ ფორმებზე, არამედ ზუსტად ეს წარმავალობა და იქვე ქმნადობა. თან აი ეს მომენტი, რომ თქვენ როდესაც საინსტალაციო სივრცეში შედიხართ თქვენ როგორც დამთვალიერებელი, იქ აუცილებლად რაღაცა მონაწილე ხდებით, უკვე თქვენ მონაწილეობთ ამ სივრცის უმეტეს თანამედროვე ხელოვნებაში, პრინციპში თანამონაწილეობა ინტერაქტიული მომენტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ უნდა გაგაწყვეტინოთ ქალბატონო ხათუნა, ჩვენთვის განკუთვნილით რომ მოიწურა ამ თემაზე შეგვიძლია კიდევ დიდხანს ვისაუბროთ, მაყურებელს კი ვეტყვი რომ იმედია ქალბატონი ხათუნა კიდევ ბევრჯერ იქნება ჩვენი სტუმარი და გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს.